საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ TV პირველს, მე კაჩხეიძე ვარ და პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღეს სტუმრად ვყავს გურული კაცი, ნიჭიერი ადამიანი, ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი, კარგი მეგობარი, არაჩვეულებრივი, დიდებული რეჟისორი, სახელად ჭოლა, ლევან წულაძე. მოდი ლევან. როგორ მიხარია. შენი ნახვა, შენი სტუმრობა ამ სტუდიაში ჩემ მაყურებელთან სასაუბროთ, რომ მოხვედი და დრო გამონახე ძალიან დიდი მადლობა რომ დამიძახეთ და დიდი პატივია ჩემთვის პატეჟებს მაყურებელს უნდა უთხრა რომ მე და ჭოლა ვართ კურსელები, გიждები ჩვენს ახალგაზრდობაზე, ჩვენს სტუდენტობაზე და კარგად მახსენდება ყოველთვის. მეც ძალიან კარგად მახსენდება ყოველთვის. ხო და ალბათ ბევრი გვექნება სასაუბრო და ამიტომ წყალში მოგთავაზებ მთის წყალი 0%-იანი ბრომატით. სიხარულით. ბრომატი არ ვიცი რა არის, მაგრამ რაღაც კარგი რო არის, თუ გლახა არის ბრომატი, ხო, რახა ნულია. ხო, ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. გენდომი მთლიანად. როგორ? ისოცხლად გაგიმარჯვოთ ბედნიერებას იკეთე და ყველაფერი თქვენ გადაცემას ბიუჯეტი. ოჰ, გადასარევი. ძალიან დიდი ხანი ამ გადაცემის მაყურებელი გელოდება, მინდა გითხრა და დადგა ეს ნანატრი ჟამიც. ლევან და ჭოლა. აი ეს ორი სათაური საიდან ჯერ ამით დავიწყოთ. ჭოლა არის მამაჩემის სახელი, სკოლიდან არის ეს და ყველაფერი რაღაც პერიოდის რაღაც მეოთხე კლასში თუ რა არის, ხარ მამის სახელებით ვეძახოდით. კიმო, ბაკურა, ესა რაღაცა და ჭოლა მე შემრჩე, იმიტომ რომ მე მომწონდა. ჯერ კიდევ მოკლე სახელია და ესეთია. ჯერ ერთი როდესაც ისა გაქვს ნიკნეიმი რო გაქვს, უკვე ცოტა ესე იგი რაღაცა ხარ, ბიოგრაფია გაქვს და ეს კლიჩკაც მომწონდა და მე უკვე მამაჩემი რო გარდაიცვალა, მე უკვე რაღაცა ფორმა მიიღო, რომ აი გეგონება ვაგზელებ მის ცხოვრებას ეს. რომელი სახელი უფრო გიყვარს? ჭოლა და ლევან? ჭოლა. ძალიან ახლობლები გეძახიან. ლევანს მე მგონი უფრო ბატონო ჭოლას მეძახიან. მართლა? ძალიან მომწონს. ჭოლა. მოდი ოჯახზე მომიყევი. დისიდენტ ბაბუაზე, მე ბებიაც მახსოვს, ფაცია ბებია. საერთოდ ძალიან ანტისაბჭოთა ოჯახიდან ხარ, როგორც კი, ძალიან 25 თებერვალი იყო საგულზოვიარო დღე, ეს ბავშვობიდან იყო, რომ 20 უნდა გამეცინა დილიდან, ბებია შემიждდებოდა და არაკეთებ, უქმე არ იყო, მაგრამ აი არაკეთებდა არაფერს ამ დღეს უძღვნიდა იმას ბაუყო მაშინ დაწიხე გაგვახსენდა. ხო. სტუდენტები ვართ, აი ერთად ვართ მაგდოს და პირველი რაღაც დემონსტრაცია იყო საბჭოთა და დავლიეთ ბუნებრივია მერე დემონსტრაციის მერე და დროშა იყო საბჭოთა დროშა საქართველოს ტალახში იყო რაღაცა ჭუჭყიანი იყო და არ ჩანდა რა ეხატაზე და 2 საათზე მოვედი სახში დავრეკე ზარი გამიღო ბებიაჩემმა შა მე ვთხარი ფაცია გაიქცენ ბოლშევიკები და გამიმარჯვეთ მენშევიკებმა დადები მაგ დროშა მან რატომ მე ვთხარი ხომ არ შეგეშინდათ არ არიან მაგენი მასია ზუსტად გამქცევებიო ნუ მატყუებო იმდენათი მე გავიდა ერთი კვირა თუ რაღაცა და მეტყობა ჩარჩა ეს სკლეროზი ხო დემენცია უკვე პარიზში ვიყავით ესეც კაი ის ქონდა სკლეროზი პარიზში ვიყავით მის ძმასთან ემიგრაციაში ესე გადაწყვიტა და მე ჭაკო ვიყავი მისი ძმა დედაჩემი იყო დედამისი და მამაჩემი ვერ ჩასვა ამ სისტემაში და ამიტომ იყო იგი არ სიძე არ მიიღო ამაში და ამიტომ სვასე იყო რომ ახლო დაუბრუნდებით საქართველოში იქ გაჭმევ შაქარს და ახლა კაი ფრანგებთან იკეიფებს რაღაცა მოვიდნენ მოკლედ რაღაცა ბიჭები რაღაც ლეხანოველები რაღაცა და არიხთიან იმას პალტოებს ესა და ცოტა ისე არიან საქმიანა და ირევიან ისე და გამოიხედებები ჭაკუ მოდი აქ აგენი ორგანიზაციიდან არიან აიმე გადაწყვიტა რომ მიწის პატპოლნი ორგანიზაცია და ორი გეთითო კატლეტი და ესე წად დისიდენტური რევოლუციონერები ფშივრები უნდა ყოფილიყვნენ და ნუ ეხლა მყავს თუნდაც ჟღერს მაგრამ ძაღლი მყავს ფაცია პატარა ამხელა ფაცია დაარქვი ხო და აი რაღაცა მიგრძელებს მის ცხოვრებას ისეთივე ის არის კაპასი
ლევან, ანტისაბჭოთა ოჯახის გავლენა შენზე როგორ აისახა მერე? როგორც რეჟისორზე ვთქვა. როგორც რეჟისორზე აისახა ძალიან აქტიურად, იმდენად რომ მე კიდეც მითხეს რომელიღაცა იმაზე რომ მეტი ოფიცრებზე აღარ დადგა თეთრგვარდიელებზე თუ რა აღარ შეგვიძლიაო. ძალიან ბევრი სპექტაკლი ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხო თავისთავად მანამდეც ბევრი სპექტაკლი სადაც ოფიცერი იყო ჩემი ბავშვობის გმირი. აი თეთრგვარდიელი ისა იმიტომ რომ ბებია ჩემი ძმების სურათები რომელსაც მანდამაინც არ ფენდნენ თან ის ცალკე იდგო იმაში ცალკე ალბომში რომელიც და იქ იმას რო ყურე ის ხედავდი იმათ რომ აი ისინი იყვნენ დარტანიანი და ისინი ათოსი და პარტოსი იყო ცალკე და ვანჩკაცი იყო ცალკე გმირი და ის მოდა სულ ის გაიქცა პარიზში იქიდან თავისი თვითმფრინავით რა თქმა უნდა ლეგენდებიც იყო გადმოუფრინა თბილისს გადმოხედა პეტერბურგიდან და წავიდა პირდაპირ პარიზში და ასე შემდეგ და ეს ესენი ზღაპრები საბავშვო ჩემი ბავშვების გმირები იყვნენ ოფიცრები და შემდეგაც აი მე მახსოვს რომ აი სამხედრო ადამიანი ჩემთვის არის იდეალი მამაკაცის სამხედრო ასეთი მუნდირიანი კაცი არის ჩემთვის საწყალი თინათინი 11 წლის იყო და სადღაც ვიყავით გასტროლზე ბათუმში და ჯარის ნაწილთან მოკლედ მოვიდნენ სტუმრად სადაც ვითამაშეთ ქაქუცა და ჯარის ოფიცრები იყვნენ და ეს უკვე ახალი თაობის ოფიცრები იყვნენ რომელიც ადგენს საღამოს სუფრაზე ერთმა ფრანგულად ლექსი თქვა მეორემ რაღაცა გიმნი იმღერა ევროპის მესამემ რაღაცა გავიქეცი მე იმაში ეძინა საწყალთინათი წამოვაგდე წაბოდი მე აი როგორ სამხედრო ხო სიძე სამხედრო სიძე მინდა თქო მაგრამ ლევან როგორც თუ სწორედ მახსოვს დედა იყო დაპატიმრებული სოლჟენიცინის დედა კი იყო დაპატიმრებული რამოდენიმე დღე იყო ხო რამოდენიმე დღე მაგრამ როგორც მე არ ყვებოდნენ ამას სახში ჩემთან დედა ჩემ ძალიან იშვიათად იხსენებდა და ნუ აი სოლჟენიცინი ხო შეულებრივად ჟივაგო რომელიც იყო გადაბეჭდილი ხელით და არ აკრძალული იყო ინსტიტუტში ასპირანტურაში თუ რაღაც იყო იქ როცა სწავლობდა ერთ-ერთმა გადადიოდა ხელში ხო ნაწილ გადადიოდა პირველ ნაწილს წაიკითხა სხვას გადაცემი მეორე ნაწილმა ერთ ასე შეხვდა აიკითხა და ნუ მაგრამ რამდენადაც წარსული ქონდა რაღაცა მამამ დახრეტილი ყველა ბიძა დახრეტილი ერთი თეთრგვარდიელი რაღაც პარიზში ემიგრანტა და ძალიან შეეშინდა და იქ ეთყობა დიდი ხანი რამოდენიმე დღე გააჩერეს და ეს ძალიან მძიმე იყო ხა იმაში ჩეკას შენობაში ახალგაზრდა გოგოსთვის რამოდენიმე დღე და დიდი სტრესი იყო, რომელსაც ძალიან მძიმედ იხსენებდა. ვერც კი ყვებოდა, ხო? დეტალებს არ მიყვებოდა. ბებიაჩემ ცოტა მეწყვებოდა, მაგრამ უფრო სიბერეში, აი პარიზში რო ვიყავით თვითონ, აი მე ცოტა გახსნილი იყო. მანამდე ძალიან ცოტა ყვებოდნენ. მე მახსოვს ქაქუცას დროს შევხვდი ქაქუცას შტაუმავლებს, შესანიშნავ ადამიანებს და მათ მოგვიწყოს ჩვენ ჩოლოყაშვილები არ ვიყავითო. გვარი პატარები რო ვიყავით, არ ვამბობ შეგვიცვალეს და არ უნდა გვეთქო. ძალიან ჩუმად იყო და როგორი სიფრთხილე საშინელება. ბაბუასაც შეცვლილი ქონდა გვარი, ხო? ბაბუაჩემ თურმე ბებიაჩიას მეუღლეს, მეორე პასპორტი ქონდა ლევან წულაძე. ეს ნუ დაემთხვა. იატაკქვეშეთა სამუშაოებს ატარებდნენ, იყვნენ მართლა შეთქმულებებს ამზადებდნენ და ბებიაჩემიც იყო ფადიმი იყო, პადპოლნიკი სახელი ქონდა და იმას ქონდა ლევან წულაძე ესეთ პასპორტი ქონდა, ნუ მეორე. ხო. და მე ისე მოხდა და ჩემი წულაძეს რო გაყვა ლევანი დამარქვეს თავისთავად. კავშირი მოხდა ეს. რაღაცნაირად გამთლიანდით ხო. ლევან, გურულ ჭოლაზე მინდა მელაპარაკო. გურული ხასიათის რა ნაწილში?
გურული კვალი, აი სად ჩანს, ფიცხი ხარ, იუმორი რო გაქვს ფანტასტიკური, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. აი რაში ვარ, გურულები არ არიან ძალიან ფიცხი, გურული ფეთქებადები არიან. იმიტომ რომ ჩქარა ფიქრობენ. მაგრამ ჩქარაც იღებენ გადაწყვეტილებას, ეს არის პრობლემა. არ ჩქარა რო ფიქრობ, ჩქარა მიიღებს გადაწყვეტილებას, მე ჩქარა ნანობს და ჩქარა ვიბერა ვქენი ეგრე და თავიდან წყდა. ოჰა, არის ყველაზე მაგრად ჩემი გურული ბავშვობის შთაბეჭდილება. ოჰა. აკიდო. არ ვიცი რას ნიშნავს, ყველაფერს ნიშნავს. აღშფოთებასაც ნიშნავს, აღიარებასაც ნიშნავს, სიძულვილს, სიყვარულს. აჩინე სად გამოიყო? ოჰა. აი, ეს ჩქარა ფიქრი. ჩქარა ეს არის ჩემი აზრით ყველაზე კარგი და სიფიცხე გურული კაცები რბილები არიან სხვა შორის. ქალებია ცოტა უფრო საშიში. და ემოციების მართვა შეგიძლია თუ გარბის გურულად ისიც? შემიძლია უკვე ეს უკვე პროფესია იმას მიქნა. გასწავლა. რა ახალგაზრდობაში ასაკმაც. აბდალა ვიყავი. ჩაულე. როდის ისწავლე? და რამ გასწავლა აი ცხოვრების რეჟისურა პროფესია მაინც სამსახიობო იმის დროს არ ფიქრობდი და შედეგებზე. და რა თქმა უნდა ცოტა ავანტიურისტობაც გურული ამბავია. იმიტომ რომ პოზიტიური ხალხია. გურულები და უკეთესობისკენ მაიაფერი. ხო, ოპტიმისტი ისაა, მაინც. და ამიტომ ეს ავანტიურიზმი დღესაც მიყვარს ავანტიურისტები. ეს გურული ოპტიმიზმიც გააქვს? როგორ არა? მიუხედავად ყველაფრისა. შესაშურია. ყველაზე მეტად უჭირს ახლა გურიას წლებია, მაგრამ მაინც კარგად არიან. შენი ბიჭობის აი ახალგაზრდობა პლეხანოვის პერიოდმა გავლენა არ მოახდინა იმ პერიოდმა? ჩემი თაობა არ იყო სერიოზულ კრიმინალურ სამყაროში. უფრო რაღაცა სხვანაირი კარგები. მაგრამ ქუჩას ჰქონდა თავისი. მაგრამ უბანი ამბავი არაჩვეულებრივია, იქ იზრდება. ადამიანი იქ სწავლობს, მამაკაცი განსაკუთრებით სწავლობს, რას ნიშნავს, როგორ არ უნდა იყო უკანასკნელი. თუ ხელი არა გაქვს, ტვინი უნდა დააყოლო, თუ ტვინი არა გაქვს, ენა უნდა დააყოლო, თუ ენა არა გაქვს, წარსახშე გადადი უსხვა უბანში. მაშინდელი და დღევანდელი ქუჩა რითი განსხვავდება? მეტ დროს ვიყავით ერთად, მეტი მოვლენები ხდებოდა. ეხლა ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ დაცაცალკევდნენ. აი არქიტექტურასაც უკვე ხო ხედავს, როგორ ეთყობა, ჯერ როგორ გავიდა ქალაქგარეთ. ძალიან ბევრი ხალხი, მეც სამწუხაროდ მათ შორის. სამწუხაროდ? კი, არ მიჭირს. მიჭირს და დილას რო გამოვდივარ და მეზობლის და უბნის კულტურა რო აღარ არის. ხო, აი არ მესამება. პლეხანოვზე კაცო შაკალა იყო, სიფათა იყო ჩემი მეგობარი, ცხოვრება რა ვიცი, გადასარევ სიკილა, გადასარევ სახელები იყო შესანიშნავი. და დილას ჩამოვიდოდი, შევხვდებოდი პანეთა ჩემი გადასარევი მეგობარი. ძალიან ათლებული ხალხი სხვა შორის. ითი მახსოვს შაკალა გარდაიცვალა. ბიჭო ვერ მოვდივარ 10-ში შენთან რა მეუბნება. იქ კიდო ახალგაზრდები არიან ვიღაცები. ვერ მოვდივარ რა შენთან. რატო ვერ მოდიხარ? შარვალი არა მაქვს. აი რა. თუ როგორ და იმ ვიღაცა ახალგაზრდა, როგორ არა გაქვს აბა ჯინსები ახო გაცვია. ბიჭო ჯინსები 10-ში შევა როგორ შეიძლება? ვერ უხსნე ამათ რა. ეს არაჩვეულებრივი ურთიერთობები ხო. იქ ვიგებდი დილას. კოლორიტი. მოკლეს პოლიტიკას ვიგებდი რაღაცებს ყველაფერი იცოდნენ. და ნუ აი ამას არაჩვეულებრივი თავისი გემო ჰქონდა. ეხლა აღარ არის. ეხლა ერთი სტაიაში კი აი ძალიან საინტერესო ტიპი. აი სურია თუ არ ვწდები ეროვნებით. ვახჭოლა მე და შეხომ ერთად ვერ დავლიეთ რა. აი ესეთი აბაროტები, ესეთი წყობა, ეს სურნელი აღარ ისმის თბილისში სამწუხაროდ. პლეხანოვის გენატრება გატყო. ძალიან კი როგორ არა, ძალიან. 1-2 თვე როდესაც გადავედით 2 თვე საერთოდ არ სხვა გზით წამიყვანეთ ვეუბნებოდი და. კაი რა, იქ ვარ გაგევლო ხო.
ლევან, შენი თავარი გმირი ვინ იყო, როცა იწყებდი? ბევრი. ტარტარენ ტარასკონელია. ალფონს დოდეს ეგეთი პერსონაჟია მატყუარა. ეგეთ მიუჰაუზენი. ფრანგი ოღონდ. სიცოცხლით სავსე ეგეთი აი გზნობდი რაღაცა ეგეთი მინდოდა. შეიძლება ვიტყვები, არის ბევრი. მე იცვლებოდა ალბათ ხო ეს ხო რა თქმა უნდა. ასაკთან ერთად გმირები. ხან ოსტა ბენდერი ხარ, ხან ფაუსტი ხარ, ხან ვიღაცა ხარ, ხან კერა დღის განმავლობაშიც. მე პლეხანოველი ადამიანისთვის ცხოვრება ორმაგია. ერთი არის ღამე, ჩემი სადაც მარტო რჩებოდი, სადაც იყო ჩემი წიგნები, ჩემი ვიღაცა ფილოსოფოსები, ვისაც ვეჭიდავებოდი ბავშვობაში და მეორე იყო ადამიანები, ვისთან ურთიერთობდი იქ ის არაფერ შუაში არ იყო, იქ სხვა გონების სისხარტე და სხვა ენამახვილობა იყო საჭირო. იქ ჰაიდეგერის იდეები არ დაგეხმარებოდა. და ეს მაგრამ ის მაინც სხვა სკოლა ერთიანდებოდა რა მით უმეტეს რაღაც კარგი მეგობრები მყავდა ძალიან რომელიც სუფრაზე უჭირდათ ძალიან დავწრებოდი მე ვიწყებდი ლაპარაკს ზედმეტს და ფოერბახზე რაღაცაზე და აი ეხლა რუსთავ ვეფხისტყაოსანზე მიყვარდა ძალიან უკვე აი სადაც სტუდენტობამდე აი ბოლო ძალიან კარგად შევისწავლე მოხდა გრივერ ფარულავასთან ვემზადებოდი ასე ვთქვათ და მეც მაშინ ძალიან ის იყო მეც უზეპირად მადლობა მინდა უთხრა ამ ადამიანს იმიტომ რომ საოცრად შემაყვარა და აი შევედი იმ სამყაროში და ოღონდ ვეღარ გამოვდიოდი მე ერთხელ მახსოვს რეპეტიციები არ ქონდა და შევედით რაღაცა იმაში ნუ ახალგაზრდები ვიყავით სვამდით კარგად ვიტანდი მეც არა მიშოვდა და დავიწყეთ მომიტანეთ ვეფხისტყაოსანი მე დილას შევედით რაღაც აი ზაფხულია ბახმელიას გადავშალეთ ვეფხისტყაოსანს სადაც და აი ეს თავი წავიკითხავდით ამას გაუმარჯოს საღამომდე არ გავჩერებულოთ იმიტომ ასე და აქვე ჩაგიკითხები დადგმაზე ხომ არ გიფიქრია როდესმე ვეფხისტყაოსნის ძალიან რთულ პერიოდში მეკითხები ძალიან ძიმე პერიოდში ამას იმიტომ რომ ასეთ პერიოდში მოხვედით როდის ნუ იმიტომ რომ მთელი საქართველოს ვეფხისტყაოსანზე ლაპარაკობს ეხლა ეგ არის აქტუალური მე სამწუხაროდ არ მინახავს ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი ამის მიუხედავად ვკითხე ერთხელ გამიშდა უბრალოდ მითხრეს ირანში იქ ესეთი იდეა გაჩნდა თოჯინებითო და მივხვდი აი ეგ შეიძლება იმიტომ რომ ისე მე ვხვდები როგორ შეიძლება მაგის ისა და აი თოჯინებით იქ ნახე ხაფეზის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ეს მარიონეტების და უიმე ეს არ შედევრი ის საოცრებაა ის რომ დიდი თოჯინებია იმათ 5 მარიონეტები 1-6-7 გოგო მართავს ზევიდან და ცხენს აქვს მიმიკა ესეთი რომ თვალები ცალკე მოძრაობს ეს ცალკე მოძრაობს კბილები ცეცხლს შვებს ეს ამხელა გმირი რომ ავიდა იმ ცხენზე თოჯინა ძალიან ძნელია მარიონეტი ყველაზე რთული სამართავი ესეთი ძაფებზე მე ძალიან მიყვარს ეს თოჯინების სამყარო ძალიან კარგია და აი სასწაულის შეგრძნება რომ ხის ნაჭერი შეждდა ცხენზე და აღვირი მოწია და აზე ხმალი ამოიღო და ავდექით ფეხზე ირანში ვნახე ესა და მთელი დარბაზი იქ კიდევ სხვა ამბავია იქ ეს იგრძალება იქ ეროვნული კულტურა იგრძალება ისლამს არ უყვარს მანდა მაინც ფირდოუსი და ესენი და ხაფეზი და ესა და ამიტომ ეს ნახევრად დისიდენტური სპექტაკლი იყო ეროვნული და მთელი დარბაზთან ერთად ვდგებოდით ფეხზე თითო იმაზე ეს ისეთი ამაღელებელი იყო აი ახლა ძალიან მშურს ამ მდგომარეობის ახლა არა გვაქვს ეს მდგომარეობა სამწუხაროდ აი ეს ვეფხისტყაოსანი ნახე არ მინახია და ვერაფერს ვერ ვიტყვი ამიტომ კარგი მაშინ არაფერს აღარ კითხე ერთადაც ვიტყვი რომ რა ხმაური როა თქვა 800,000 არაფერი არ არის ხალხო 800,000 განათებისთვის ნუ გადაერევით ამაზე
800.000 თეატრი ესეთი ორგანიზმია 20 მილიონი რომ მომწე ხვალ ზეგდილით აღარ მექნება ვიყიდი ტექნიკას და ეს ისეთი რამე არ არის ეს ბევრი ამაზე ეს არ არის თემა დღეს უნდა მისცე განათებაში 800.000 თუ არა ამაზე უნდა მიცე მე მგონი სოციალურ ფონდს გულისხმობ უნდა მიცე ვიდრე საათში მიცე 9 მილიონი და გაიკეთოს ვიღაცამ ეგეც არის კი ჯობია განათება დაიკიდოს ხო რა თქმა უნდა მე მგონი ლევან რეჟისორობამდე უნდა გავიხსენო რომ იყავი მსახიობი არაჩვეულებრივი აი შენ სამსახიობოზე სწავლობდი და მე მოხვედი ჩვენთან დიახ ბატონო როგორი მსახიობი ხარ შენი აზრით ამ თუთას ვერ გეტყვით იმიტომ რომ ისა ვარ მეორე პროფესიაა ეს კი ბატონო ერთადერთი რაც თავარი გავიგე უნდა გიყვარდეს ძალიან მსახიობი ეს მაქვს უკვე სისხლში იმიტომ რომ მაგ როგორი დაუცველია მართლა მსახიობი ერთი სიგარეტი რო ჩააქროს რეჟისორმა და ასე გააკეთოს შენ გონია რომ რაღაცა ცუდი მორჩა ყველაფერი და შეიძლება თავი ჩამოიხრჩო მე და ამიტომ აი კარგი მაყურებელი ვარ მე ყოველთვის იმიტომ რომ ვიცი რომ მთები არ უნდა შეაჭრა მსახიობს არასდროს. ეს ალბათ გამოცდილებამ ხომ სამსახიობო გამოცდილებამაც მოგწონს. ხო, და ეს ტკივილი ძალიან ეს არ გავიწყდება. და აი შენი რეჟისურის ხელწერაც აი ძალიან იგრძნობა რომ მსახიობი ხარ, კარგითან. მუშაობაში იგრძნობა ძალიან. გეხმარება თავადაც? კი როგორ არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვაჩვენებ ხოლმე, ხო, ხშირად. ხო, მსახიობს ეხმარება, მაგრამ აი შენ თვითონ თუ იმიტომ რომ ეს უბრალოდ მოკლე მორზეს ანბანია. ეს არ ნიშნავს რომ ის მე ისე ითამაშებს როგორც მე. მე უბრალოდ ვანახებ სქემას, უფრო ადრე ნაკლები სიტყვები დავხარჯო. ამიტომ აი მორზეს ნიშნებით ვეუბნები რაღაცას და ის ხდება მსახიობი არაჩვეულებრივი რაღაცა სხვა ხალხი ხარ თქვენ ამ სამყაროში საინტერესო უცნაური ძალიან გზნობიარე და აი თითქოს კანი არა გაქვთ ნერვები გაქვთ დაშიშვლებული ესე და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ხელზეც ფრთხილად უნდა აკოცო მსახიობს იმ ამე არ დააზიანა იმიტომ რომ ძალიან გზნობიარე ხალხია და გიждები ამ საერთოდ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო მიყვარდება ეს ჩემი პროფესია და მსახიობისაც. ძალიან ბევრს მადლობს. ჯერ კიდევ მიცავს ეს ჩემი პროფესია ყველა ტკივილიდან და გარეგანი გულგატეხილობებისგან და რაღაცებისგან. როგორ გიცევს საქმეზე? აი, წყალქვეშა ნავში ჟდები და ჩავდივარ სიღრმეში და ჩემ საქმეში და ჩემ ხო, ეს ეგოისტურად ჟღერს თითქოს, მაგრამ ის რასაც ვერ ამბობ ხმამაღლა, ან უბრალოდ ამბობ, მაგრამ ვერ აღწევ, ხმამაღლა ლაპარაკი კი არ არის პრობლემა. უბრალოდ აზრი მიაწვდინო ადამიანებს პირდაპირ ლაპარაკი უფრო რთულია, ვიდრე სპექტაკლი. სპექტაკლი შეიძლება უკეთესად თქვა. ნუ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. ვიდრე დევიზით ან რაღაცით ძირს დამპალი ამე ჯობია აჩვენო ადამიანი როგორ განიჩაგრება ვიღაცა და როგორ განიცდის და იქ ერთ-ერთი ჩემი აი ბოლო სპექტაკლიდან ერთ-ერთმა მაყურებელმა მისხეს სამსახურიდან წამოსვლა მინდოდაო და ვერ მოვდიოდიო და უცებ ვიგრძენი რომ აი სავარო შვაში რო დარჩაო თავისთავად დაინახა და გადავწყვიტე და დამეხმარა ეს ისე არ ვიცი იქნება ცუდი საქმე გაუკეთე იმ ადამიანს დაკარგა სამსახური შემგამო, მაგრამ მეორეს ხრივ არ მგონია ადამიანი გადაწყვეტილება მიაღებინა და ღირსება შეინარჩუნა ალბათ რაღაცაში. ნუ ალბათ უბრალოდ უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ეგ არის ფუნქციაც. ხელოვნების ფუნქცია აბსოლუტურად ისე ბროდსკი წერდა რომ მე არავისთვის არ წერო. მე ვწერ მხოლოდ იმისთვის, ვისაც პლანეტის მეორე მხარეს შეიძლება ფიქრობდეს რომ მარტოაო და რომ წაიკითხავსო ჩემნაირი თუ არის ვინმე რომ წაიკითხავს მიხვდება რომ მარტო არ არის და გავაძლდებაო. ეს არის ალბათ ჩვენ ერთმანეთს ვაგზნობინოთ რომ მარტო ჩვენ არ გვტკივა ან მარტო ჩვენ არ გვიხარია. თურმე სხვასაც უხარია და თურმე ადრეც უხაროდათ. თურმე შექსპირის დროსაც უყვარდათ ისე როგორც ეხლა
და მეც ეყარებათ, აუცილებლად ეყარებათ. Როგორც არ უნდა შეიცვალოს ნორმატივები ქცევების, ფიზიოლოგიური მექანიზმი იგივე დარჩება. ყოველთვის იგივე იქნება. ლევან, როგორც ვიცი, ახალგაზრდობაში ფილოსოფოსობა გინდოდა. ეხლა როგორ ფიქრობ, კარგი არჩევანი იქნებოდა ეს თუ არა. არა. რატომ? ახალგაზრდობაში შემეშინდა ჩვეულებრივად, იმიტომ ასეთი კარგი მცოდნეც არ ვიყავი და ფილოსოფია ძალიან რთული, ძალიან მიუწვდომელი იყო ჩემთვის. და მე მივხვდი რომ გურული კაცისთვის ძნელია, ძალიან მდგრადი პროფესია და გამიჭირდებოდა და ეხლა მივხვდი რომ კიდევ კარგი, იმიტომ რომ დგება მე მგონი პლანეტის ცხოვრებაში ეპოქები, როდესაც ინტელექტუალი ხდება გარეთ პროცესების. მთელი მისი ცოდნა, მისი წვდომა, რაღაცა სიღრმეების, რომელიც ყველასთვის არ არის საჭირო, რჩება უსარგებლო და წინ გამოდის ენერგიული, საქმიანი ადამიანი, მარტივი გონების, მაგრამ საქმიანი ის მართავს პროცესებს და ინტელექტუალების კი რჩება და ინგრევა ნელ-ნელა. ფაუსტის ეხლა ვაპირებ დადგმას და შეიძლება იმიტომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი, რომ ის იგივე თემა ადამიანმა, რომელმაც შეისწავლა ბევრი რამ, გაიგო ბუნების ამოხსნა ბუნების საიდუმლოებები, მაგრამ მიხვდა რომ არაფერს არ ნიშნავს. რეალური ცხოვრების გარეშე მას არ აქვს უნარი შეიყვაროს ადამიანი ან შეიძულოს და მიხვდა რომ არაფერი არ არის. და აი მე მგონია რომ ესეთი ვიქნებოდი და დავინგრეოდი აუცილებლად, მით უმეტეს რომ ალკოგოლი მიყვარდა ახალგაზრდობაში და ძალიან მივეძალებოდი და ვიქნებოდი ესეთი დიოგენესნაირი ქუჩის რაღაცა ბომში. ლევან, ყველაზე ხშირად საკუთარ თავს რაზე ესაუბრებ? საკუთარ თავს უფრო მეტად ჩემ სპექტაკლებზე ვფიქრობ, მაგრამ ადრე მიყვარდა მეც რაც ბევრ ხალხში ვარ, იმდენი მეტად მარტო მეხმარება. საჯარო მარტოობას. ხო, ეს შევიცით, მართალია. შეიძლება პროფესიის გამო, მე ახალგაზრდობაში მივდიოდი დეზერტირების ბაზარზე. სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო, ეხლა აღარ არის ისე ძველი დეზერტირების ბაზარი, უზარმაზარი შენობა, მაღალი უზარმაზარი სივრცე იყო და ბევრი ფერები, ეს წიწაკები, ხორცი, ძროხის თვალი, აღმოგდებული აქ ენავი, იმის ცხრის, იქით ყველი, იქით რაღაცა ეს გამყიდველები, უამრავი ხალხი და დავდიოდი რამოდენიმე 20 წრეს დავარტყამდი ამ იმას და იქ რაღაცა აზრს ვფიქრობდი, იქ ეს მეხმარებოდა უფრო მეტად მარტობა დარჩენაში. ესე მგონი არ არის. უცნაურია, როგორ იზოლირდები მაგ დროს აი ამდენ ხალხში? პირიქით მეტად მარტო დარჩენილი უფრო იპრაჭები. მარტო დარჩენილი ნელ ფიქრობ, ოხრა ლამაზად ვზივარ. ალბათ ვოლტერიც ესე იყო. იწყებ მარტო ერთი ფიქრი ხო არის რამოდენიმე ფილმში ირევა აზრები და მარტო დარჩენილი დიდი შანსია რომ გადაუხვიო იმ აზრიდან რისთვისაც დაჯექი საფიქრად და იქ ბაზარში, ბევრ ხალხში ზედმეტი ხმები ქრება და რჩება მხოლოდ შენი საფიქრალი და პლუს ეს ფერები და იმპულსები ამდენი არ შემოდა ინსპირაციები. ხო, ლამაზია ეს, ლამაზი იყო ყოველ შემთხვევაში. დუშეთის ქვილი ეს მახსოვდა ესეთი მაღალი მთები იყო ესეთი და ეს მეგონა რომ აი კილიმანჯარო ეს არის. ნუ იგი ყველაფერი გადაიქცეოდა. გოგი მარგოლაშვილი დავტოვეთ ერთხელ. რუსულ მოლდარში მუშაობდით ყველანი ერთად, განსაცდელი საზოგადოება იყო ეგ შეკრებილი. პირდაპირ ინსტიტუტის მერე გია კიტია, გოგი მარგოლაშვილი, ვატო კახიძე, შოთიკო გლურჯი რაღაცა და ნიკა ჯანდერი იყო განსაცდელი და არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც თავის მიზნად ხედავდა რომ არ შეეკრიბა ახალგაზრდები და მიეცა მათთვის ნებისმიერი აბსოლუტური თავისუფლება. გოგი ახლა კიდევ ეს არის ცოტა გამოვიდა თორე თუ გახსოვს შენ პურს იღებდა იმით პინცეტით და ხელსო ჩამოგართმევდა სადღაც დაედავანდა მე. ეხლაც არა უშავს.
და გოგი დავტო ვიღაცა გარდაიცვალა იქა და ყველა ისეთ თეატრი იყო ყველა ერთად ვეხმარებოდით ერთმანეთს ნახევარი რუსული მოზარდი იყო ხალხი იყო რომელიც შედარებით მარტო უშულძირო ბევრი ადამიანი იყო რომელიც პატრონი ჩვენ გარდა პატრონი არ ყავდა და იქ ქართველებს შეუნდა გამოგვეჩინა ეს ქელეხისა გავდიოდით საყიდლებზე ამ გოგის დავტოვეთ რაღაც და ბრინჯს ვიყიდით თქო დავტოვეთ მანდა მაინც ხორცში ხორცებს სადაც ხორცების განყოფილებაში ეს დაგვავიწყდა რომ ის არის ვეგეტარიანელია და ამ დროს ამა მოიღო მანდა მაინც ჩვენ ჯინაზე იმან ხარის თავი ამოიღო ამოაძრო ეს თვალები ამოკარკლა ენა გამოაძრო ტვინი გაჩეხაშვა გოგის ხდება ეს დახვდა თეთრი აბსოლუტურად იმითი უკვე ნერვიული იმითი რა შობი თო რა დაგიშავეთ ადამიანებო რა გამიკეთეთ ეს მაგრამ გამოიბრძვიან და ჩემო ბატონო ახლოს უცხო გოგია გოგის რო ყველაფერი იცლება ხო რა თვისება გაქვს ისეთი რომელიც არ მოგწონს და გამოასწორებდი ბევრი ალბათ ვერ მოვიშორე არტისტული ეს ატავიზმი მინდა რომ ყველას ისა გული მოვიგო ტაქსი რო ვждები გონია რომ ვალდებული ვარ გავართო აჰა თორე იფიქრებს რომ ახლა ეს უჟმურია და ამიტომ ყვები ყველაფერს პროფესიული ჩვევა ხო აი სადღაც სადმე გავჩერდით თუ ზედმეტი პაუზა გონია რომ დამნაშავე ვარ ეს კეთილი ადამიანის ის არის თვისება რაღაც კარგია ცუდი რატოა ეგ ბაწუხებ კაცო მე ახლა უკვე დავბერდი ბევრს ვლაპარაკო კარგია მე საინტერესო ვიღაცა გოგოები მოვიდნენ თეატრში რაღაც ორგანიზაციიდან ქირაობა უნდათ თუ შეიძლება გასარკვევად და ისე მოხდა რომ არ იყო მენეჯმენტი გოგოები და მე დილა იყო და მე დავხვდი და რომ დავიწყე ლაპარაკი რომ გავართო ვიფიქრე ეს აღარ გავჩერდი ისე რომ გოგოები დიდი მადლობა გავიგე არა მოგიყვების არა ბატონო აგეს ეს გამოიძახეს ტაქსი დროზე მოდი ეუბნება მოკლა მივზდიე ტაქსამდე ტაქსი წაიძრა აგა კიდო რაღაცას ყვებოდი და მივხვდი რომ ცოტა ვერა ვარ კარგად და მაგრამ ეს არ არის ეს ალბათ უფრო გადასარევი ადამიანი სხვა სისებების მაქვს ალბათ არ მიყვარს ისა უხამსობა ძალიან მიჭირს უხამსობასთან შეგუება ბრძოლაც კი მიჭირს აი მგონია რომ რაღაცა მეშინია არ ვიცი ვერ გეტყვით აი ხელები ჩამივარდება უხამს აი ადამიანთან არ ვიცი როგორ რანაირად უნდა ვქო ну ჩხუბი არა ვარ დიდი მაჩხუბარა და მომერევიან და ხშირად გიწევს ესეთ ადამიანებთან არა მაგრამ აი შემთხვევით აი მახსოვს ერთ მაღაზიაში ვიღაც გოგო როგორ არ მინდა ხა იმის გამო რაღაც საზღვრად ელაპარაკებოდა გამყიდოს აი როგორც კირშევე კამ რაღაც მოვიტყუე ჩემ და არის მე უთხრა რანაირად ელაპარაკებით უკულტურო შინაგანი კულტურა აი ოფიციანტებს შენობით ელაპარაკებიან ხო ესეც კომპლექსი ალბათ რომ ადამიანებთან მიჭირს აი არა ვარ ხმალა მოღებული და შეიძლება აი ეს მაწუხებს მეტი უნდა ალბათ რაღაცა მაგრამ მაშინ მეც უხამს არ ვერ გეტყვი ეს აღზრდის პრობლემაა თუ კომპლექსია რაღაც შეუმდგარი ადამიანის ხო აღზრდის ამბავია რა თქმა უნდა ხო აი ზემოდან უყუროს უნდა ვიღაცას და სხვანაირად პროვინციალიზმი არ არის გეოგრაფიული ცნება პროვინციალიზმი არის გაუზრდელობა და ზრდილობა მეტი განსხვავება არც კი დამიდგე არასდროს ეხლა მივხვდი გადავხედე აი ეს პერსონაჟი არც ყოლია საზიზღარი იაგო დამბალი ყველაფერი მაგრამ აი ესეთი ცოტა სულელი მაბადიეთ და როგორია რომ ხო არასდროს არც მიფიქრი ამაზე რაღაც სხვაგან წავედი ახლა დაანახო ალბათ უნდა დადგა და დაანახო აი ამ ადამიანების უიმე არა მგონია რომ ისა
გაიცინებს ბედნიერი იქნება. არა ვერა მოიცნობენ საკუთარ. ვერა. რამოდენიმეჯერ ქონდა ჩანაფიქრი რომ მთავრობას ვანახოთ მათი სახე. ჯერ კიდევ როა სარდაფში. რომ აი მოვლენ და მიხვდებიან. იხეოდან სიცილით. მინისტრები ვიღაცა. ნერვიულობისგან ალბათ. არა, გვერდზე ხოიშდა კოლეგა. შეძია ესა ეუბნება. და თავისთავად არ იღებდნენ რაღაცა. სარდაფის პერიოდი გამახსენდა. კი ბატონო, კი კარგი. სხვადასხვა თეატრები იყო. თუმანიშვილიც იყო, რუსთაველი, სარდაფი, მარჯანიშვილი, ახლა სახელოსნო 42. აი საწარმოაჩინე თავი ყველაზე მეტად. სარდაფში. სარდაფში. ესეც სარდაფში შეიძლება სხვა რამეს გამდი, ვიდრე მეგონა დავდგამდი, მაგრამ იქიცით სარდაფს აი თავისუფლებას აქვს ეგეთი არაჩვეულებრივი თვისება, როგორც გემს, აი პირატებს, რა ქვია, კორსარების გერა საითაც ხარი დაუბერავს, იქით უნდა წაყვია იმას, აი ესე ვიყავით იქა. ეს მქონდა რა თქმა უნდა საფიქრად, რომ აი ესეთიაც გავაკეთებთ. ჩვენ აი ესეც გავაკეთებთ, მერე იმას და სინამდვილეში ვაკეთებთ იმას, რაც აი როგორც ნიავი, როგორც უბერავდა, როგორც ხასიათზე, აი რასაც სახეობები ვიკრიბება, აი გრძნობდი, ხა ეს კარგ ხასიათზე დაგვაყენებს ეს ყველაფერი. და იმ წუთას მქონდა ესეთ შეგრძნება, რომ თეატრი უნდა იყოს ექიმი. თან რა ისეთი პერიოდი იყო, რომ ეს გადარჩენა იყო ფაქტიურად. ეს ბულგაკოვის პიესა არის იმაზე მოლიერზე და იქ ესე მთავრდებოდა მე ექიმი, მე მკურნალი ვარ, გადიოდა სცენაზე და ეს მომეჩვენა, რომ ეს არის ახლა ჩვენი ფუნქცია. ხო, არის სათქმელი. უნდა ხო მკურნალად შემეყარეო, აი პირიქით უნდა უმკურნალო შენ ქვეყანას. მე მგონია, რომ თეატრი ყოველთვის უნდა იყოს თავისი ქვეყნის სამსახურში. რამ ხრივ არა როგორც მილიციონერი, არამედ როგორც უნდა მაშინ ფუნქცია გაქვს რა, მაშინ შენ ილუზია მაინც გაქვს რომ ჭირდები ყველას ეს გეჩვენება მაინც ესა და მაშინ და შენი ნაწარმოებიც უფრო ცოცხალი ხდება და უფრო საინტერესო ხდება ადამიანების. ესე მგონია რა. სარდაფი იყო პატარა თეატრი. სახელოსნო 42-იც პრინციპში ესეთი იმ თეატრებთან შედარებით რაც გვაქვს ხო? სცენა დიდი გვაქვს, მაგრამ დარბაზი კამერულია კი. რა უფრო რთულია, როცა დიდ თეატრში მიდიხარ, შეკრულ დიდ კოლექტივში და იქ იღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას თუ აი მაშინ როცა პატარა თეატრში მიდიხარ და თან ამ თეატრებს საკუთარი ხელით აშენებ, თავად იწყებ ამ ყველაფერს. სულ სხვადასხვა რამეა, შემ შემთხვევაში ორივე იყო, მაგრამ მარჯანიშვილის თეატრი იყო წლები 18 მგონი, ეხლა სარდაფი იყო და ეხლაც არის აი რაღაცა უფრო სარდაფულს გავს. უფრო ჩემი კი როგორ არა 42 ხო? სტრუქტური აი სად უფრო შენია, სად უფრო რთულია, სად უფრო რა თქმა უნდა შენი ხელით გაკეთებული, რა თქმა უნდა სადაც შენ სახარ უფრო პასუხისმგებელი ხარ, რა თქმა უნდა ეს უფრო ადვილია. მაგრამ სადაც ადვილია ეს არ ნიშნავს რომ კარგია ახლა რა თქმა უნდა სარდაფი უფრო მეყარება. ხო. მაგრამ მარჯანიშვილში იმთხელა პერიოდი ქონდა რომ მარჯანიშვილში მე დავხტო ძალიან ბევრი მეგობარი შენ მათ შორის და შენი ჯგუფელები რომლებიც მე არ მიგზნია რაღაც თეატრში შევედი სადაც თავიდან უნდა დავიწყო რაღაცა ცხოვრება არამედ ჩვეულებრივად დავიწყეთ მუშაობა და ამიტომ ეს არ მქონია ესეთი შეგრძნება. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს არ არის შენი აშენებული, ეს არის. ჯერ ერთი დილობა მოითხოვს, უნდა წესიერად მოიქცე სხვისი აშენებულ სახლში ხარ. უნდა ისე მოიქცე როგორც იმ აშენებულ. გაგიჭირდა 18 წლის მმართველობის შემდეგ დატოვება მარჯანიშვილის თეატრის. გულწრფელად. არ გამიჭირდა, არ მინდა თქმა რომ სიხარულით გავიქეცი თქო. ხო. ესეც არ არის, იმიტომ რომ მაგრამ მოგიწია. დიახ. დამიჩქარდა. ასე ვიტყვი. იმიტომ რომ
პრინციპში აი მიშაც ამბობდა ძალიან ხშირად თუ 15 წლის მერე უნდა რაღაცა გამოცვალოს ყველა თეატრმა თავისი არსებობის ფორმა. ან სამხატვრო ან რეჟისორი უნდა გამოიცვალოს, ან რაღაც დროებით მაინც. სტრელერის ან ბევრი რეჟისორის აზრია ეს, ჩემი აზრი არ გეგონოთ ბატონო. რომ რაღაცა მომენტში რეჟისორი და მსახიობები ამოწურავენ ერთმანეთში რაღაცას. ის კერისას ამოიწურნენ. უბრალოდ შეიძლება რეჟისორმა ვეღარ დაინახოს დიდი ხანი რომელთანაც მუშაობს, იმ მსახიობში კიდე რაღაცა სხვა პლასტერი, ხო? პლასტი. მიჩვეული რო ხარ, ესე აგრძელებდა. შეიძლება უცებ სხვა პოტენციალი აქვს და არის და არ დაუშვებს და ამიტომ ცოტა ხდება ესეთი სვეთა. ხო, შეხახუნება, შეხუმრება, რა ვიცი რა და ამიტომ ყოველთვის 15 წელიწადში რო ამბობდა მიშა რომ უნდა გამოიცვალოს რაღაცა, ალბათ მართალია. ეს 15 წელი გავიდა და მე შეიძლება და აღარც გამომეცვალა ეს ამბავი, მაგრამ ნუ დამიჩქარდა რაღაცნაირად ეს ყველაფერი. მადლობა ჩვენ მთავრობას რომ იმანიშნეს რომ დრო გამოიცვალო შენი ადგილს ამყოფელი და კაფიო იყო მინი. კი, როგორ არა, ახას გადიაქედან არ იყო. მაგრამ ნუ მივხვდი ახლა ან უნდა სიტყვა და საქმე განსხვავდება იმათ ბრძოლად, ან უნდა დამეწყო ახალი რამე და მერჩინა. უნდა ახალი არჩი. ძალიან ბევრ დროს დავკარგავდი ამაში და არაფერს მომტან. ცენზურის სხვერპლი გამხდარა რომელიმე სპექტაკლი აი ამდენი წლების განმავლობაში, რომელიმე ეტაპზე, არა? ავტყუს არ გეტყვი, ხომ მოვიტყვები. არა. არასოდეს, არა შეიძლება მე რა ვიცი. აი, პირველი სპექტაკლი რუსთაველის თეატრში სისხლიანი ქორწილი. ჯერ იყო საბჭოთა კავშირი. ამიტომ იყო კიდე რაღაცა ჩაბარების სანამ სპექტაკლი დაიწყებდა, უნდა ჩაგებარებინა. და რობიკო არ იყო და გურამ საღარაძე იყო, დაუტოვა ეს ფუნქცია დროებით. ანუ ერთი თვით წასული იყო და ეს ფორმალობა იყო ესეთი უფრო აი თავარ მემანქანე ესენი მხატვრები, შემსრულებლები, ჩემი მხატვარი მე მაკეტით მოვედი და აი ეს უნდა გაკეთდეს და ეს ამბავია. უფრო ესეთ ფუნქცია აქვს და უცებ შემოვიდა ორი რაღაცნაირი პიროვნება. საიდანღაც, რომელიც ადრე იყო დასწრებოდა ორგანოებიდან ადამიანი, რომ დაერთო უფლება ანტისაბჭოთა რამე არ ყოფილიყო. ეს უკვე ძალიან შერყეულია საბჭოთა კავშირი, მაგრამ ეს ორი ადამიანი გასტუკით და ტყავის კურტკით იყო ერთი ძალიან საინტერესო ბერტოლდ ბრეხტის ახალგაზრდობას გავდა. ოღონდ ისეთი იყო ცოტა ჩერჯოლელი ბერტოლდ ბრეხტი იყო ესეთი. შემოვიდნენ ძალიან საკარგ თქვენს ვინა ვართ რა ვართ და ჩაბარება დიახ ძალიან გთხოვთ დავიწყოთ. სკოდა უცებ გურამ გაიგეს განსარებ კაცი იყო. საღარ თანერვიულდა. ძმაუს ამნეხლა შენ ხო იცი გესმის ისამესა ისა რა ინერვიულა რაღაცა და უცებ დაიწყეს რაღაცა და მაკეტში იყო ესეთი ფიგურა იყო გუთანი ქონდა შოთიკო გლურჯიძეს გაკეთებული და გუთანი ეს ჩარჯებული და უთრის ორი ვისა ეს არ არის გუთანიო ის ბრეხტი გვეუბნება გუთანს რა უნდაო გუთანია ბატონო მიწაზეა პიესა სისხლიანი ქორწილი მიწის გაყოფა რაღაცა და გუთანია რა და ორი ეს გლეხიაო გლეხი არ არის გუთანია არა თავით კაცი მიწაშია ჩარჭობილი და თქვენ შრომელი კაცი ჩარჭეთ თავით მიწაში ეს როგორ უცებ ოღონდ საბჭოთა კავშირის დროა ჯერ ეს კი არ არის და უცებ მე ვიზე ლაპარაკობთ მე ვთხარ თქვენ ვის პიესაზე ლაპარაკობთ იცით მე ვთხარ ხუმრობ ნახევრად მე მგონია რომ გაეცინება გურამს გაეცინა ფედერიკო გარცია ლორკაზე ლაპარაკობთ მე ვთხარ რომელიც ფაშისტებმა დახვრიტეს მე ვთხარ კომუნისტ პოეტზე ლაპარაკობთ ესეც პაუზა იყო
სადა კაცო, ესპანეთში მეოთხარი გენაცვალე და ახრიტი არ ყველა აცილა მეოთხარი ტყვია და პოლკოვნიკმა მე თვითონ დაახალა ხელი, იმდი ესპანეთს არ დახრიტავს ფედერი ლორკას არ დახრიტავს ესპანეთში თქვა და თქვენ კიდე თქვა აი ამ კაცის პირზე მიწაშია კაცი არჩევილი ხუმრობ ნახევრად იმიტომ რომ ცოტა მიცემული მქონდა თან დილის ესა ხო ხაში რაღაცა ხაშზე ვიყავით რაღაცა და უცებ ამ ორმა კაცმა გადახედა ფედერიკო კომუნისტი იყო ფედერიკო ვიზუმე აბა მე უთხარ რას ლაპარაკობ აი მაშინ აი მე დამთავრდა ჩემი ცენზურის ესეთი ირონიული იყო კომუნისტების ცენზურა ყოფილა მშვენიერი ისტორია. ნუ აი ეს ასაციმო გასაგებია. მაგრამ ეხლა რთულია ცენზურა, ეხლა შიგნით არის ადამიანები. ეს უფრო მწარეა, ეს ძალიან მძიმეა. როდესაც არავინ არ გიჭერს, მაგრამ ფიქრობ რომ ღირს თუ არა. რაღაცის თქმა ისე როგორც გინდა. ოღონდ გემონების თვალსაზრისით კი არა. აი რამე გლახარ მოხდეს. და რაღაც მომენტში მე თავისუფალი ვარ ამ ყველაფრიდან. დამოუკიდებელ თეატრში ვარ, მაგრამ სახელმწიფო თეატრში მით უმეტეს შენ თუ არ ახარ სამხატვრო ხელმძღვანელი და მიწვეული რეჟისორი ხარ, ცოტა რთულია იქაურობის შენ პირად იმად გადაქცევა პროტესტად ეს ძალიან არა და არ გადააქცევ და ნუ აი ძნელია ძალიან ეს. ამიტომ თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნებაში. და რა აკლია დღევანდელ თეატრს? თავარი პრობლემა დღეს რა არის? როგორ ახსნია მას? ვერ გეტყვით, ისი ბევრი რამე არის კარგი ძალიან ქართულ თეატრში, თანამედროვე ქართულ თეატრში ძალიან ბევრი რამე კარგი ხდება. მე შემოქმედებით ადამიანებს გულისხმობ, მსახიობებს. ნუ დრამატურგია შეიძლება არც დრამატურგია გვაკლია მართალი თუ გითხრით ძალიან ბევრი ახალი ენა და ახალი დრამატურგი იბადება ესე საინტერესო ჩემი აზრით. ვერ გეტყვი ფული აკლია როგორც ყოველთვის ფული აკლია ბუნებრივია. სხვა ტექნიკა აკლია რაღაცა არა უშავს იცით თეატრს ყველაფერი ფარდობითია როგორც ამბობდა ერთი ებრაელი კაცი. ძალიან კარგი ტენდენცია მე ძალიან მომწონს რომ ძალიან ბევრი ახალი თეატრია ყოველთვის მაყურებელი და მაყურებელი არ აკლია დღეს თეატრს მიუხედავად აი ამ რა ვიცი ინტერნეტის და აი ამ სოციალური ქსელები და იმ კინო იმან არ წაართვა მაყურებელი თეატრს ვერ ჩაანაცვლა ტელევიზიამ და სოციალურ რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ეს დიდი ის არის მტერი ყველაფრის არა მარტო თეატრის იცით რა ოდნავ რა აკლია მაყურებელს შიგნით აღარ იყურება ძალიან ბევრი ხალხი თუ აი მოდი სპექტაკლზე ზის მაშობა საკავარ რაღაცები, მაგრამ შიგნით სპექტაკლში არ იყურება, კარგია. სიღრმეს არ ხო. ხო, და უტასუკრავს ყველაფერი, მაგრამ აი მგონია რომ შეიძლება ეს რაღაცა პერიოდი ახლა გულგატეხილობის პერიოდი და შეიძლება ნერვებს უშლის იცვლება ეს ყველაფერი კოვიდის მერე მოვიდა ძალიან მაგარი მაყურებელი უცებ მოვიდა აბსოლუტურად სხვა მე მეგონა რომ ახლა უნდა გართობა უნდათ ალბათ არა პირიქით მოვიდა ეს სხვა გაზრდილი დაფიქრებული ეს 2 წელი ყველა დაფიქრდა რა მინდა სამივდივარ რომ მივდიხარ სად მივდიხარ რაღაცა ყველა და ამიტომ უნდა და პასუხები სცენიდან და ეს ძალიან კარგი ამ წუთას ეს შეიცვალა ისევ ჩემი აზრით ეხლა უნდა არ ვიცი რა ან ძალიან მძაფრი შეგრძნებები ან არ ვიცი რა რისი მიღება უნდა აი რა სითხავს მაყურებელი სცენიდან ვოლტერმა თქვა გადასარევი რომელ წიგნებს კითხულობთო და ყველას გარდა მოსაწყენისაო და სწორია ყველაფერს ითხოვს გარდა მოწყენილობის მე არ გულისხმობ გასართობს გართობა და არ
ხშირად ის უფრო იფსენი უფრო მეტ გართობას გადლევს, ვიდრე მრავალი ესეთი სანახაობა არ ვიცი ახლა ხასა. მაგრამ იცვლება რაღაცა სულ და ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აი დამოუკიდებელ თეატრში ყოფნა კიდევ ესეც ერთი პლუსია, რომ ეს უნდა ისენი აფრები ქარზე უნდა აყვე. და ყოველთვის ამას ფიქრობ. არ ფიქრობ იმაზე მე რა მინდა ეხლა მომშივდა ფსიქოლოგიური დრამა, ამაზე არ არის, აი უნდა და ამ დროს შენი ნერვები უნდა ადამიანებს შეუერთო ეს როგორც იმას აერთებენ სოციალური ქსელები რო შედის რაღაცა იმაში. სოციალური ქსელები რა თქმა უნდა არის გამარტივა რაღაცა. გაფორმალურა რაღაცა, ანუ ცდუნება, მეც მარტო ტელევიზორს ვერ ვყურებ სახში. ახალ ამბებს მიუხედავად იმისა, რომ აი პოლიტიკა, უკრაინა რაღაც ამბებს უყურებ, ტრამპი, საგიჟე, რაღაცა, იქ თუ არა მაქვს ჩემი iPad-ი და კიდე მეორე რაღაცა. არა მაქვს, გონია რომ ესა ვარ. ხო. ალბათ ეს პრობლემა არის, რომ აი მარტო დარჩენის შიში აქ ადამიანს ოდნავ. მაგრამ აი ალბათ ამასაც მივეჩვევთ. ტელეფონი არ აქვს, რატო? როგორ არა? აი ყველაფრის მიუხედავად. პლანშეტი მაქვს. ზურიკა. პლანშეტი. იმაზე ვიდექით სადღაც ჭაჭუში. პროტესტის ჭაჭუში და ამოიღეთ ტელეფონები განაცხადეთ, რომ ამოვიღეთ ჩემი ამ ხელა დაფაი. ჰატ ვიდექი. როგორ არა კაცო? უბრალოდ არ მიყვარს ტელეფონზე ლაპარაკი, დარეკვა და ეს კომუნიკაცია არ მიყვარს ტელეფონით. არ გჭირდება? თუ ამისთვის პარაზიტი ვარ. ამისთვის არსებობს შესანიშნავი ადამიანები. მანანა, თინათინი არსებობს, მაზმიშვილი არსებობს, გოგოები თეატრში. იმას დაურეკე რა და უთხარი რომ ისა. всё? მანანა. მანანა ფეხზე უნდა ავდგე. კი ბატონო. დაიღალე. არა. მე მეგონა. მანანა. შენ და მანანა უკვე 30 წელი ერთად ხართ. ოჯახშიც და სცენაზეც. ეს საერთო საქმე ურთიერთობას ართულებს თუ ამარტივებს? მე მეგონა რომ გაართულებდა და თურმე როგორი მარტივი ყოფილა. ეხლა მივხვდი რომ მანანამ დაიწყო რაღაცა იგივე თეატრში რაღაცა თავის საქმიანობა აკადემია 42 ესეთი მეტყველების კურსები ახალგაზრდა ბავშვების რაღაცა და ფართოვდებიან ეხლა და დაიპყრეს ჯერ ეგეთი ეს ჩემი თეატრი ნენელა მე ვარ მდგმური იქა და ეს აკადემია აიფურჩქდა ერთ ამბავშია დარბიან უამრავი ხალხი ძალიან კი მიხარია მაგრამ აი ეხლა კი მანანა ხვდები რომ ნენელა გახდა ისა რა ქვია ქალბატონი მანანა რომ მიხარი დავინახავ მიხარია დილით ადრე გადის სამეგვიან მოდის ეს ტელეფონით სულ და აი თურმე რა კარგი იყო კაცო მარტო მე და ეგრე ვიყავით და ეხლა ხელმძღვანელობს იქ ერთ ამბავშია და ქალბატონი მანანა ეხლა ო საბაგო ის ჩვენ ვინა ვართ კაცო ჩვენ აქ რა გადაცემაში რაღაც თუ გევრწიალებთ თორა ის საქმე საქმეებს აკეთებს და ის მნიშვნელოვანია ძალიან ბედნიერი ვარ სინამდვილეში რომ ვიქა იმიტომ რომ ხედავ როგორ სიყვარულით და როგორ თავდადებულია იმ საქმეს რომელიც გადადებულია და თუმცა მე დავავიწყდი მაგრამ არა ვარ ეგოისტი არა მე სულ ნახულობ სოციალურ ქსელში მის აი უდევს ხოლმე ბევრი რაღაცა და სულ ნახულობ და ძალიან საინტერესოა საჭირო ადამიანი ჩაება ეხლა და არაჩვეულებრივი კარგი ხალხი ყველა ჩვენიანები სახეობები ისინი საინტერესოა და იმიტომ მაგას ნიშნავს იმიტომ რომ ადამიანები რახანა ამდენ ხანს ესე იგი ის სახეობებიც სხვანაირად იფურჩქნებიან სხვანაირად ხედავენ თავიდან უყურებენ თავის პროფესიას და ძალიან ბაიკო დვალიშვილმა დაიწყო ეხლა ბავშვებთან ისა და მოკლედ ძალიან საინტერესო. ლევან, მაინც როგორ ფიქრობ, აი რა გახდა თქვენი ამდენწლიანი ურთიერთობის თავარი საყრდენი? შენ და მანანას ამდენი ხანი ერთად ყოფნის ესე. ჩემი ანგელოზის მოთმინება. კარგი. ხუმრობ ხან, მაგრამ წმინდა ზოგჯერ ფიქრობა სარკეში არ უყურებ ხოლმე სარკეში, მაგრამ გრძნობ რომ მთები ატყლაშუნებ იმას, იმიტომ რომ საოცრად მიმდობი ადამიანი ვარ,
საოცრად მიმტევებელი. კარგი ხუმრობა. სინამდვილეში არ ვიცი ვერ გეტყვით. ნუ რაც მეტი წლები გადის გენანება იმ წლების გაფუჭება მე და გადადიხარ კარგი რა. პოსი ხარული რა. აი გალაქტიონის ეს ძალიან მიყვარს ეს ხშირად მithქვამს ალბათ. როგორ მიდის ახალგაზრდობა, დაუნდობელი სურვილი ლომის, დაყოველივე როგორ ნაზდება, როცა ახლოა მზე შემოდგომის. ეხლა ჩვენ გვაქვს ესეთი მე ყოველ შემთხვევაში მზე შემოდგომის. სუსხანაერად ხედავ მანანას, გაცილებით მეტი სიყვარული და გაცილებით უნდა მიიღო ერთმა ადამიანმა მეორე ისეთი როგორიც არის და მაშინ უცებ იპოვე უამრავ ფერებს მეორეში. თანამედში დავები და გინდა გადააკეთო, არაფერი არ გამო. ეს არის ინათინი ჩაობატონო ძალიან მიხარია მეც რომ ესეთი თავდადებული აღმოჩნდა თავისი პროფესიისადმი. ეს პროფესია არის ქორეოგრაფია. აი მაინტერესებს, აი როგორია შვილთან მუშაობის პროცესი, როგორც რეჟისორის. მე რასლაბა გამაგდო კაცო იქიდან რეპეტიცია. მივედი მე დასახმარებლად განათების არ ჩამს ცოცხალი თავით და მივედი განათებას ვეხმარებ ჯერ კიდევ მივიტანე რაღაცა განათების პრიბორი 2 წელი და დავიწყე ეს რაღაცა და განათება ჩვენები არიან ყველანი მართალია ქალაქის თეატრში იყო პირველი დადგმა მაგრამ ჩვენები არიან ეს ყველა ყველა ჩემ ერთი და იგივენი ვარ და იქ რა ვიღაცამ დააგვიანა რაღაცა რა დღეში გადახარ მეოთხე რამზე ხარ და ერთი წუთიცო აქ მეყვირიო შენ ცოტა წესერაცო ბოდიში მეოთხე დავჯეგი ჩუმოც თუ შეიძლება ეს აინთოს იქ ნახოთო ესე და აღმოჩნდა ძალიან კაცრი არ არის წყულს არ ვიტყვი მაგრამ თავდადებული არის აი იმისადმი რასაც აკეთებს და პერფექციონისტია იმ აღმოჩნდა ხო მე არ მეგონა მე მეგონა უფრო გურული გოგო იყო რაღაცა უყურებდი რომ ალბათ აი უფრო ესეთი იქნება ემოციური ესეთი ცოტა აი საერთოდ კარგ დაუბერავს ესეთი ტვინდა აღმოჩნდა ძალიან მიზანსტრაფული თავის სათქმელი რაც აქვს ქალური და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს აღმოჩნდა რომ ძალიან გამოკვეთილი თავის სათქმელი აქვს არა მხოლოდ სარეჟისორო არა ხელობაში არამედ ადამიანური და ამას აღწევს იმ ხერხებით, იმ ქორეოგრაფიული ხერხებს, რომელსაც თან ახლა სწავლობს, ხო, პრინციპში ეუფლებ. კი, ძალიან ბევრი ისწავლა სხვა ქვეყნებში, მაგრამ ის სხვა რამე ახლა მას გარდაქმნა სწორ ჩემი აზრით ძალიან სწორ საქმეში და ძალიან ბედნიერი ვარ რომ უყურებ. უბრალოდ რა თქმა უნდა, მინდა რომ მეტი იმუშაოს. ზოგადად რთულია იყო ცნობილი რეჟისორის წარმატებული შვილი და შენც რეჟისორობაზე ქონდეს პრეტენზია და შენც რეჟისორი ეს აბსოლუტურად სხვა გზით წავიდა ქორეოგრაფია. ხო, გასაგებია, მაგრამ ეს სულ მოყვება. ეხლა მე ამისი შვილი და პირიქით მე თინათინის სასარგებლოდ ვლაპარაკობ ახლა აი ძალიან შენც არა ხართ იმის ქალიშვილი რა ხო და აი სულ ძალიან ძნელი ამის იმიდან გამოსვლა ჩრდილიდან კი არა აი კარგი გაგებით ვარ ხო არსებობს სიდიდე რომელიც მეტსაც ითხოვენ მეტ უფრო ისახარ რა ნაკლები გეპატიება რა თქმა უნდა გადარებენ გინდა არ გინდა იმის შვილი იმის კი როგორ არა იქცევა მე შენს იმათ მე შენს თავს რაღაცნაირად ვერდიდან უყურებ გააჩნია ხასიათი მეორე ხიგი შეიძლება სტიმულად იქცეს რომ აი კი თავისთავად მაგრამ მაინც თვით კონტროლი გაქვს დიდი და რაღაცა ესა ეს ცუდი არ არის ალბათ მე მგონია რომ გულსიუჯუტეს თუ დაუმატებთ ამ ამბავს მაშინ ეს კარგია ხო ძნელია ტკივნეულია რა თქმა უნდა მაგრამ არის ხელოვანის ეგეთი ეგოიზმი რომ რამდენი მეტი ტკივა იმდენი მეტი აგროვებ რაღაცებს და გონია რომ მდიდრდები მე მამაჩემის ფრაზა მახსოვს ბავშვობაში მითხრა ჯერ კიდე ჩხეიძე ხარ და არ გეკადრებაო და სულ დამყვება რომ რაღაცა არ შეიძლება რაღაცა ფილტრავ რაღაცას ვაკონტროლებ ვახერხებ არ ვიცი მაგრამ აი სულ შიში მაქვს რომ რაღაცა რა ვიცი ნუ მე ვეუბნები არ დალიაშულო გლახა გენეტიკა გაქვს. არც ეს ფაქტი.
თეატრზე და პოლიტიკაზე რას მეტყვი? ორი ცნების გამიჯვნა შესაძლებელია? არა, რა თქმა უნდა, იყო ლიტერატურაში ხომ ცდელობები ესეთი, ფუტურიზმი ესეთი იყო, დავუშვათ ბალმონტი ეგეთი პოეტი იყო, რომელიც წავიდა აბსოლუტურ მასში, რა ქვია, ფაუნების და მოგონილ სამყაროში. ეს რომანტიზმი საერთოდ გაქცევა რეალობიდან. ხო, ეს გვასწავლიდა საბჭოთა ყოველ შემთხვევაში ლიტერატურაცოდნეობა. შეიძლება თეატრი რაღაც მომენტში გაექცეს ყველაფერს იმას, მაგრამ არ გამოდის. ბარათაშვილი, ხო, აი პოეტ აძარი არის ჩემთვის ყველაზე მისთვის საინტერესო ლექსი, ხო, როდესაც იმან იპოვა ტაძარი თითქოს აბსოლუტურად სხვა რამეზეა. მაგრამ საქართველოსაც არის, მასზეც არის, მის გვარზეც არის, მის ჯიშზეც არის, პოეტის მდგომარეობაზე საქართველოში და საბოლოოდ დღესაც საფლავზე რაწერია, მაგრამ რას უზამს კაცსა დიდება, თუ მოაკლდება თავისუფლება და გინდა ადგე ფეხზე. როგორი აპოლიტიკური საუნდა იყოს ეს რომანტიკოსი, ისე მერანი შეიძლება სულ სხვა რამეზია დაწერილი, მაგრამ გინდა დაანგრივა სამყარო მერანსოცაკის მე მგონი ესეთი ლექსი არც არსებობს ლიტერატურაში არცი ბაირონს შეიძლება კონდეს რამოდენიმე აი ეგეთი შედევრი როგორიც ეს არის ადამიანი ცდილობდა არ ჩარეულიყო პოლიტიკაში გაცლოდა რეალობას წასულიყო მის საწვევის თვარი და ასე შემდეგ მაგრამ საწახვალ პირიქით უფრო ახლოს მიდიხარ რაც მეტად შედიხარ ზღვაში მით უახლოვდები ნაპირს ეგეთი იდიოტური ის იყო შენ ბავშვობაში ანდაზა თუ რაღაცა გამოთქმა რაც მეც მოშორდები იმდენი შედიხარ იმიტომ ადამიანი ხარ მე გამოგიტყდები და არ მიყვარს ეპოტაჟური სპექტაკლი აი სპეციალურად მიძღვნილი მოვლენების ხო გაზეთის ფუნქციას თეატრი ჩემი აზრით ხო მეს არ უნდა აიღოს იგივეზე შეიძლება უფრო ღრმად ხო ლაპარაკი ნუ ესე მგონია უფრო რო დააფიქრებს მაყურებელს ადამიანურად უნდა გადაშიფრო თორე ძირს მტარვალი ზარქუა ამას არ უნდა ეძღვნებოდეს სპექტაკლი შესანიშნავი ადამიანია შეიძლება ზარქუა თავის ცხოვრებაში შეურაცხყოფას კი არ ვაკეთებ მაგრამ არ ღირს სპექტაკლაც ბოდიში მომითხოვია ამიტომ რაღაცა სხვა უნდა მოყვე ზარქუას ტიპზე შეიძლება მოყვე რაღაცა აიქეთ ადამიანზე ჩინოვნიკზე რომელიც ცდილობს გახდეს ისა რა ქვია ვეშაპი მაგრამ არ არის ჯერ აი ეს უფრო საინტერესო ეს უფრო ეს ყველას ეხება ყველას ვსკივა მაგრამ აი მას სპეციალურად უძღვნა კონკრეტულ რაღაცას დღევანდელ ამბავს ესა რა ქვია აი ესე პირდაპირ სპექტაკლი ხო აი ცხადი ცოტა თუმცა აი თეატრს აქვს ძალა კი როგორ არა უბრალოდ აი მიმართულების ესე დავიწროება როგორც სოციალური პრობლემების გადამწყვეტი ორგანიზაცია წითელი ჯვარი თეატრი ხვალ თქვენ თემაზე ვილაპარაკებ არა მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები მაგრამ ძალა ხო აქვს აი მასზე უნდა ილაპარაკო მაგრამ გაცლებით მეტზე ვიდრე იქ ხდება კი ბატონო სრულიად გეთანხმები არჩევანის წინაშე თუ დგები პირველ რიგში რეჟისორი ხარ თუ მოქალაქე მოქალაქე რო არ ვიყო რეჟისორი არ ვიქნები მე მომწონდა ადრე მეკითხებოდნენ პროფესია თქვენი არ მოგვიდგინეთ ქართველი რეჟისორი ლევან წულაძე და ვიფსებოდი ამ წოდებით რომელიც არ არის ადვილი ამის მიღწევა ამ წოდების რომ ქართველი რეჟისორი ლევან წულაძე იყო ეს და მაგარია ქართულს კი სიამაყის და ეს ძალიან მაგარი მაგრამ ამის გარეშე არ ხარ რეჟისორი არ არის პროფესია შენ თუ მოქალაქე არ ხარ უბრალოდ უფერულდება შინაარსი ეცლება ფორმალური ხდება ხელოვნება მოქალაქეობის გარეშე ასე მგონია როგორ მიყვარხარ კაცო ჩვენ ბავშვობაზე მინდოდა მომეყოლა რაღაცებზე გადავედით ამ პროფესიას
გამგრიჭე და ვიქეიფოთ რომ გეუნებოდი არ და გახსოვს ვიქეიფოთ. ეს იყო უნდა მოვყვე მოყე. მე მქონდა ესეთ ძმები ყოველთვის და არ მჭირდებოდა პარკმახერი იმიტომ რომ ეს ვიგრიჭავდი ჩემით და სახში ამის გამო ვართმევდი ფულს და ვაძვირებდი ყოველთვე თუღი და მანეთი გაკრიჭა სახში 15 მანეთი რაღაცა და გამკრიჭა და ვიქეიფოთ მე ეს კარგად კრიჭავდა და 15 მანეთი მქონდა მე და 15 მანეთი ჩვენ ახალგაზრდებისთვის იყო უკვე რაღაცა ორი ბოთლი ღვინო ცოტა სახში დედამისი გადასარევი ქალი დააშენ მაგ გაშლდნენ კიდე დაგვახმარებდნენ რაღაცას უფრას და რატო ქეიფობ გამკრიჭა და აღნიშნავ ჩემს გამკრიჭო და მიზეზიც ქონდა ამისი და გამკრიჭე და ვიქეიფოთ. მე კიდე მახსენდებოდა ხშირად გამკრიჭა და მიზეზი ხო გვინდა რაღაც ეს არაჩვეულებრივი დრო იყო მე ძალიან მიყვარს ის დრო. ეხლა ცხოვრების რა ეტაპზე ხარ? ეხლა ვარ აი გალაქტიონის ყოველდღე როგორ ნაზდება როცა ახლოა მზე შემოდგომის. რაღაცა პესიმისტურია. პესიმისტური არაფერი პირიქით როგორი მეტი სურნელი შეეძინა ყველაფერმა იმან რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი თუნდაც ჩემმა პროფესიამ თუნდაც ჩემმა ოჯახმა არის ყველაფერმა გარშემო ყველაფერმა ინგრევა პლანეტა ადამიანები იცვლებიან სამყარო ყოველდღიურად ვიღვიძებთ ისე იმის შეგრძნებით რომ რაც გუშინ იყო ეს უკვე წარსულია ეს აღარ იქნება რაღაცნაირად სხვა როგორ იქნება არავინ არ ვიცით მაგრამ მე ამ გრევაში ვზივარ რაღაცა ოდნავ გასხივოსნებული შეგრძნებებით იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხვდები რომ უამრავი სურნელი აქვს ჩვენ ცხოვრებას აი ისეთ რომელსაც ადრე ვერ ვამჩნევდი იმიტომ რომ აი მატარებელში მიკროდის რაღაც და მისკენ ალბათ არ მატებს რაღაცისკენ არ ვიცი ვისკენ და ეხლა უცებ ეხლა ხარ იქ სადაც უნდა იყო კი აუცილებლად აი არაფერს არ შევცვლიდი მე მგონი სწორი გადაწყვეტილება მივიღე რომ ავირჩიე ისე ბატონ მიშას ვახსენებ დიპლომი რომ დავიცა მითხრა რომ ნუ კარგი რეჟისორი გამო ამისგან უთხრა მსახიობებს 1:15-ის მერე მსახიობებს ცოტა ეწყინათ და მე კიდე ძალიან გამეხარდა არ ვიცი რატომ მაგრამ მე ძალიან მაგრამ მივხვდი რამდენს როგორი სწორი ამეთქვა 15 წლის მერე ხვდები სწორი გადაწყვეტილება მიიღე თუ არა 15 წლის წინ ეს ამნიშნავს რომ კარგი ხარ მაგრამ აი მიმართ იქნებ საერთოდ შენი საქმე არ არის 15 წლის მერე იწყებ შენი ხელობის და იმას ნუ გაუმჯობესებას რაღაც მომენტში მერე ხვდები რომ აქ წლებზე არ არის უბრალოდ ეტაპებზეა ხო რაღაც მე ხვდები რომ ამას შეუძლია მოგიტანოს უზარმაზარი სიხარული მსახიობსაც ხო აი აქ არ არის წლებზე და ასაკზე აი რაღაც მომენტში გინდა რომ უბრალოდ გიცნონ ქუჩაში და ყველა მიცოდეს როგორი ნიჭიერი ხარ რაც ბუნებრივია და აუცილებელი მაგრამ რაღაც მომენტში ხვდები რომ კი ეს შესანიშნავია მაგრამ რამდენი სიხარული შეუძლია მოგიტანოს იმ საღამოს აი იმ კონკრეტულ ფიცარნალზე შენმა პროფესიამ როცა ამის სიამოვნებას იღებ მე ნაკლებად პრობლემატურია ხელფასი კი და მე ყველაფერს იტან ხო ბევრი დაგჭირდა აქამდე მოსასვლელად იქამდე რაც ახლა მომიყევი იცი მე მაგ ცოტა პიტერ პენის ისა რაღაცა კომპლექსი რაღაცა მე მგონი არ გავსდილვარ ჯერ მე მგონი რა წინა მაქვს სპექტაკლი უბრალოდ ზოგჯერ ხვდები რომ იგივე ავირბინე სადღაცა და კიდე მოვკვდი დამეწყოისენი მე მივხვდი რომ მასე არ არის მაგრამ შიგნით ტვინი მგონია რომ ყველაფერი წინ არის ჯერ ის ყველაფერი მაგრამ ეგრეც უნდა იყოს რავია დასადგმელი და რამბავი სასწავლებელი ხო არის ესენი ვეგეთ ვინც ყველა დიდხანს ცხოვრობს თურმე ესენი ბოტანიკოსები ნუ ვინც ჯიშები რომ გამოყავთ ლობიოს ჯიში რომ გამოიყვანო ახალი
15 წელი გინდა რომ ის გამოიცვალო. რა კი ელოდება მისი სიცოცხლე? 15 მის პრინმა იცის რომ 15 წლის მერე გაიგებს ის ლობიო გამოვიდა თუ არა. თუ არ გამოვიდა, ახალ ლობიო უნდა ქნას და ამიტომ წვინი ინახავს მის არაძლევს მოდუნები. ხო, და ამიტომ ის დიდი ხარ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აქედან მოდის. ხო, და ამიტომ ალბათ ყველა სუსურებ დაგეგმეთ ბევრი რამე შორს. და მაშინ ორგანიზმი დაგეხმარება. რამდენი ლევან წულაძე არსებობს? ორი ნამდვილად არსებობს. ერთი არის ლეხანოელი, ჩემი მეგობრების მეგობარი და მეორე არის ესეთი ქართველი რეჟისორი. ის ქართველი, პირველი ლეხანოელია ქართველი და ეს მეორე ესეთია ცოტა. მოსაწყენი, მაგრამ თავის ფილოსოფოსი. ხო, ну რაღაცა თავის წინის მღრღნელი. გახლეჩილი ცნობიერების ადამიანი როგორც იტყოდა ჰეგელი ჩემო ბატონო. მე გამახსენდა ახლა. ინა ცხოვრებაში ვინ იქნებოდი? მე ვინ მინდოდა რომ ყოფილიყავი? არა, ვინ იქნებოდი აზრი მაინტერესებს. ну არ ვიცი რაღაც დიდი აგრესიული ადამიანი არ დურგალი რაღაცა ვიქნებოდი. კარგი დურგალი ვიქნებოდი სხვა შორის. მაგრამ მინდოდა ყოფილიყავი ესა ავანტურისტი. დონ ჟუანი რაღაც პოსტა ბენდერი. არ ვიცი, დარტანიანი. დუელიანტი. რომელსაც არ ეშინია სიკვდილის, აი ისე შურს იმის მისცა უფლება და ბედის წერამ რომ კავლაწუნოს სიკვდილს სილა და შეწიროს თავი რაღაცას ის რა არ დაფიქრდეს. დიდი ბედნიერება. მე უკვე გადავიარეს, აღარ გამოაჩემგან. გამოტოვე უკვე. ну არ ვერ გამაზე. გამაზე. ამიტომ შემიძლია მხოლოდ შურდეს, აი დარტანიანი ვიქნებოდი დიდი სიხა. გურული იყოს, გასკონელები და გურულები, როგორც კარგად დავაკვირდი, აბსოლუტურად ერთდაიგივე ხალხია. აი სირანო დე ბერჟერაკში კარგად წერია სხვაფერი. მე არ მგონია რომ ვინმეს იქ შურდეს საერთოდ ყველაფერია. მე როგორ არ შურს იმის კაცო ვაიმე იმათი მუსიკოსები. აი რო უკრავს ის და რომ მიდის იმ სამყაროში რომელიც ზერა მოხსნის ვერა არც ფილოსოფიური არც ერთი სქემა არ უდგება იმ ამბავს. ეს შოპენგაუერის აზრია, ჩემი აზრი არ გეგონოთ ბატონო, ვამყარებ ამ იმას. მუსიკა არის პირდაპირ კავშირი იქ მაღლა. და ამის ვისაც უნარი აქვს ამის. ერთი აი ეს შესანიშნავი ბიჭი როა ჩვენ ჯაზმენი კოჩიაშვილი თინათინის მეგობარია და რაღაც გადაცემაში ну კეჯარეთის რაღაცა თემა ლევანს უყვარს რაღაცა და გიძღნითო და ეს ბიჭი კაცოს დააჯდა ეს ჩვეულებრივად როცა შეიძლება მითხარ და დავიწყებ და უცებ გოდი შეიძლება აი ყოველგვარი მის გარდა არაჩვეულებრივია და ისე შემშულდა ამას მე ვერასდროს ვერ გავაკეთე რამდენიც არ უნდა ვიმუშაო აი რამდენიც რომც მე მუშავა ახალგაზრდობაში ჩემ თავზე აი ამ ეს არის ნიჭი შენ სხვა რამის ნიჭი აი მაგარი შორს იმ ნიჭის ძალიან და არაჩვეულები ის დადიოდა ოთახიდან ოთახ ლაბირინთში და მიუყვებოდით ყველანი ეს ძალიან დიდი ნიჭია ძალიან მაგარი აი შესაშველი შეზე რას ამბობენ რა ვიცი გლახას არა ზოგადად რაქსმენია სადაც რბილია არ არის ის მე მაგის ადგილას იმას უზამდი რაღაცა ეს გამიგია ხშირად ეს სირბილე არ არის ხასიათის თვისება ეს არის არჩევანი სირბილე უბრალოდ ჯობია არ მიყვარს გამძაფრება იმიტომ რომ ვიცი არანაირი შედეგი ამას არ მოაქვს გარდა აგვისა შენ გულში და იმ მეორე ადამიანის არა ძალიან იშვიათად მინახია რომ კამათში ერთი ადამიანის შეცვლილი იყოს ეს მხოლოდ დრამატურგიაში და კინოში და იმაში ხდება რომ ის არა იმ წუთას გონია რომ ვერ მოძებნა არგუმენტი და მე სახში აგრძელებს შენთან კამათს და იგებს იქ სახში მარტო ძალიან იშვიათად რომ
ამიტომ არ მიყვარს გარჩევები, მიყვარს სამყარო თვითონ ალაგებს ბევრ რამეს. ალბათ ამბობენ, აი არ არის ცეცხლით და מחვილით. გამიგია ხშირად ეს. და რა გინდა რომ თქვან შენზე? აი მერე წლების 100 წლის მერე. ნუ რა მაგარი რეჟისორი იყო, მეც რა უნდა თქვა. ალბათ შეიძლება მეორე ხე ამისთვის რომ თქვან შენზე რომ კარგი რეჟისორი იყო, შეიძლება უფრო საზღარი ყოფილიყავი, იმიტომ რომ მე რესპექტს იმსახურებს მომთხოვნობა. უბრალოდ არ არის ჩემი გზა, ეს არ მიყვარს ეს. კომფორტი მიყვარს და კარგი ხასიათი რო არის გარშემო ადამიანები, მეც კარგად ვარ და რა ის ხელ გადასარევს გზნობ შენთან აქ. სიყვარული რა არის? ეს ძალიან ბრავალ იმიანი ბრილიანტია ისეთი ახნაგოვანი. სხვადასხვა ასაკში სხვა არის. აი ამას წინებზე ვიღაცა გოგო იყო მოსული ჩემ სპექტაკლზე, რომელიც არ მახსოვდა და უცებ მივხვდი რომ ძალიან მიყვარდა. ნუ პატარაობის. კაი რა. არ მახსოვდა ეს არ არის ნამდვილი სიყვა, მაშინ უნდა მხსომებოდა, მაგრამ უცებ რომ ამოყვინთა ყველაფერმა შეიძლება სხვანაირად უნდა მექნა, ალბათ სხვანაირად უნდა ყოფილიყო რაღაცა, მაგრამ მე წარმოიდგენ რომ გაგრძელებულიყო ის როგორ იქნა, ასე შემდეგ. სიყვარული სულ ის არის. უფრო მეტად სიყვარული ჩნევას, როცა მსებზიანი ხარ. როდესაც შეყვარებული ხარ, გიჟი როცა ხარ, მაშინ ნაკლებად გრძნობ რამეს, მაშინ მოწამლული ხარ და ბედნიერი და ასე შემდეგ, ან უბედური. არავინ არ თქვას, რომ სიყვარულს მარტო ბედნიერება მოაქვს. ეს მინდოდა მე თქვა. ტკივილთან არის კავშირი. ხო, სიყვარული ეს არის ტროტილი. არავინ არ თქვას, თუ ნამდვილ სიყვარულზეა ლაპარაკი, უმეტეს შემთხვევაში მას მოაქვს ტკივილი და უბედურობა. ეს მან თქვა ბერნარდ შოუმ, რომ მას შეეძლო ყოფილიყო ნებისმიერ ქალთან ბედნიერი, ერთხელ ერთი პირობით, თუ ის ქალი არ ეყვარებოდა. ამაში არის სიმართლე. სიყვარულს არ მოაქვს პირდაპირ ბედნიერება, მას მოაქვს ვნებები და ნგრევა და უბედურება, უბრალოდ ეს შესანიშნავია. თავისუფლება რა არის? თავისუფლება ეს არის, როდესაც შეგიძლია გაიცინო საკუთარ თავზეც, სხვაზეც, სიკვდილსაც გაუცინო და გაქვს უნარი თავიდან დაიწყო ყველაფერი. უნარი კი არა, რწმენა. ახლა მიატოვა ყველაფერი და თავიდან დაიწყო სულ სხვაგან. ეს გადლევს ჩემი აზრით ეგ არის თავისუფლება. აი იმისი მეკობრის თავისუფლება ეს არის, როდესაც აი რაღაც ბრძოლაში შეხვალ ვიღას მეორე გემთან დამარცხდები შეიძლება, მაგრამ თუ გადარჩი მოუხვა მიალქნებს და გაუყვები და დაიწყებ ახალი პათერაკების ძებნას. ეს არის თავისუფლება. მეზღვაურის, მეკობრის თავისუფლება არის ჩემი ბავშვობის სიმბოლო. ყველაზე ძვირად რა ფასობს ცხოვრებაში? ჯანმრთელობა უნდა თქვა, იმიტომ რომ კი, მაგრამ არ მგონია. იმიტომ რომ არაჯანმრთელ ადამიანსაც შეუძლია იყოს ბედნიერი. არა ვარ ჯანმრთელი, ხან წელი მტკივა, ხან გარტვიზი მაქვს, ხან რაღაცა მაქვს, ფიზიოზე დავდივარ, იქ რაღაცა ამისი მდაკ რაღაცა ხან ესა მაქვს, ხან აქ რაღაცა ის დანპატარავდა, მსუქანი ვარ, რაღაც ასე შემდეგ, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ აი დავუშვათ თუ რაღაც ახალ პიესას დავიწყებულია, დავიწყდება ყველაფერი. ასე რომ ჯანმრთელობა არ არის მთავარი. მთავარი რჩევა რაც მიგიღია ცხოვრებაში. არ ვიცი კიდევ თუ მანიშნებს გავიხსენებდი. რაც მეტ დრო გადის, იმდენი მეტად მაკითხავს და ვეკითხე რაღაცებს. როდესაც სულ ბოლო სიტყვები იყო მისი, როდესაც ვნახე ავად რო იყო საავადმყოფოში უკვე. უნდა ბოლო ასეთი ანდერცი უნდა ეთქვა რაღაცა. თუ შევედი ბევრს მუშაობ, ხო ძალიან კარგია. ვინმე მხოლოდ დაშონოს კელნის ტაძარიო და ეს მივიღე დირექტივად. იმუშავა, ბევრი იმუშავა, ვინმე მხოლოდ დაშონოს კელნის ტაძარიღა, რომელიც შენდებოდა
რაღაცა საუკუნეზე მეტი თუ საუკუნე ნახევარ თუ არ ვწდები და შედევრია იმისი. მაგრამ ძალიან ბევრმა თაობებმა აშენეს და ყველამ თავისი აგური ჩადო და დაახლოებით ეს მითხრა შენი აგური და ვინმე ხოლმე გრძელდებოდეს ეს შენ Sagrada Familia-ი არ იყოს. Sagrada Familia-ი არ იყოს. და ეს რჩევა იყო იმიტომ რომ ჩემმა მუშაობამ დამეხმარა ძალიან ბევრჯერ. ძალიან ბევრჯერ ტკივნეულ პრობლემებში რაღაცა აი წავიდოდი ჩემს მუშაობაში და ის შეულდა ყოველთვის. თავარი სინანული. რას ნანობ ყველაზე მეტ? შემიძლია თქვა რომ ძალიან ბევრ პრეფერენსზე მაგ დახარჯული ბევრი დრო. მაგას ჯობდა რამე სხვა გამეკეთებია. მაგრამ არა ნანობ ამას თქოს არ გეტყვით, იმიტომ რომ იმ პრეფერენსს თავისი გემოდა კარგი ახალგაზრდობა გავიარე, არაფერს არ ნანობ. ჩემ მეგობრების აღარ ყოფნას ნანობ ერთადერთი რა აღარ არიან. არ გამოვიდა ისე როგორც გვეგონა. შესანიშნავი ფრაზა იმაში ეტორე სკოლას ფილმის ბოლო ჩვენ გვეგონა რომ შევწვდით სამყაროს და ისე გამოვიდა რომ სამყარომ შეგვცვალა ჩვენ და ეს ძალიან მომწონს ეს ფრაზა ერთ-ერთ სპექტაკლში კი ჩავამატეთ და აღარ არიან არ გამოვიდა ისე როგორც ბევრი მიყავით ჩვენ არა მარტო პლეხანოელები რაღაცას ხედავდი სულ სხვანაირად მიუხედავად სულ სხვა დროისა სადაც არ უნდა გეოცნება წესით გაცილებით მეტი ოცნება მქონდა ალბათ გასასაკის ამბავია და გამოვიდა ოღონდ სხვანაირად ხო აი ეს ყველაფერი ყველა ადამიანისგან რაღაც გამოვიდა ოღონდ სხვანაირად არა ისე როგორც ქვეყნის პრობლემებმაც რაღაცნაირად თავისი მიმართული ჩემი ქვეყანამაც მეგონა რომ კაი მოვესწარი იმას რომ განთავისუფლდა ბებია ჩემის თქმის არ იყოს არ არიან მაგენი მასე გაიქცენ აი ეს მოხდა და აი და უცებ აღმოჩნდა რომ არც ადვილია ეს ყველაფერი და სულ სხვანაირად ვითარდება ყველაფერი იცვლება რა თქმა უნდა მაგრამ არა ისე როგორც მეგონა და წარმოგვედგინა კი ამას ნანობ რომ ისე არ ასრულდა როგორც მეგონა რაღაცები ასრულდა რაღაცებიც ასრულდება შენი ცხოვრების თავარი ადამიანი ვინ არის? მანანა რა თქმა უნდა. მანანა ესეთი გვარი აქვს კოზაკოვა ტირე წულაძისა. პასპორტში შეუწერია და ამითი რა თქმა უნდა ბევრი რამე. რა თქმა უნდა ჩემ თავარი ადამიანი ეგ არის, იმიტომ რომ ბევრი რამე ერთად გამოვიარეთ და კიდე გამოვივლით. ახლა თან ისეთ იმაშია ხალბატონი მანანა მეტამორფოზებში რომ მეშინია კიდეც ბაბუა როგორი დადგაჭიკა ბაბუა ეს არ არის ნორმალური ბავშვი გეუბნებით მე თქვენ ეს არის გურული ვაიმე ნოსფერატო დავარქვი რა დავარქვი ნოსფერატო ხუმჯიმელი ამოდის გეშმაკი ჩემ მაღლა ოთახში ვცხოვრობდი იქ ჩემთან რო ამოდის ეხლა ისწავლა უკვე ეს იცი რომ დამართმევს იმ რაღაცა ჩემ აიპედს და იქ ნამდვილი ეს არის ოხერი მამაძაღლი ადრე ხტუნავდა მადლობელი ვარ რომ ტექნიკის ადრე ამოდიოდა პირდაპირ ჩემზე ხტუნავდა ასე დაშ სახეზე ამაზე ხტუნავდა ეს ხო მაგისი მთავარი ისა მე უნდა ამდგარიყავი აუცილებლად ამეყვანა ხელს და მესროლა ლოგინზე ამეყვანა ეს 1.50 ჯერ 60 ჯერ მე ცოტა კედლისკენ მისროდი ეს კი დაიღალოს რაღაცა მოვიდე არ იღლებოდა ჩატყდა ის ლოგინი და მაუგზალეს მე მანანამ დაემართვა და ეხა გადავიდა მოკლედ დიდი თავგადასავლები რა გადასარევი ძალიან ისეთი ბავშვია რა ვიცი რა თქმა უნდა გენიოსი ყველა ბაბუა თქვის რომ რაღაცას რომ ამოხსნის ნახე რა თქვა გენიოსი ეს ბავშვი ბუნებრივია ეს ციფრები უყვარს გიждდება მათემატიკა რაღაცაზე 4 წლის არის მაგრამ ინჟინერია რაღაცები და შეგცვალა მასთან ურთიერთობა რამე მოახდინა რამე გარდატეხა
კი, ერთის მხრივ მოახდინა იმით, განსაკუთრებით პატარაობაში უცებ მივხვდი, რომ ძალიან არ ვიყავი კარგი მამა. არ მქონდა შეგრძნება, კაი მამა ვიყავი, რა მიჭირდა. თურმე კაცო ახლა უყურებ თინათინი მამამისი რამდენ დროს უხარ ვაიმე ასკნა იქ წავიყო ბაკურიანი იქ ისა აქ ესა ვაიმე ეს ცოტა სხვანაირად გამოიხედა ექიმთან წავიყვანო იქ სხვანაირად დაისუნთქა ფილტვები გავზი სულ ამბავშია სულ ყურადღების რამდენი ყურადღება უნდა თინათინი თუ გაიზარდა თურმე გავროშევით საწყალი ბოდიში შვილო მამბატი მაპატი მანანა აკეთებდა ამ ყველაფერს ალბათ არ გახებდა და მე მანანაც ბოდიში რომ ასე ეგოისტურად ყოფილვარ დავინახე რომ ბაბუობამ შემახედა რომ თურმე ვაიმე ეს რა რამდენი რამე ჭირდება ბავშვს როგორ შეიცნობ როგორ იზრდება ჩემ თვალწინ საზიზღარ მულტფილმებს უყურებს საზიზღარს და ვებძვი ამაზე და მოკლედ რა ვიცი თეატრში დადის. თეატრში არ მცნობს ფოეში. ბაბუ არ. აი, გავარა. პრივეტ. იქ როცა რეპეტიციაზე ვარ, იქ მიხვდა რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ვარ იქა. იმიტომ რომ მე რო ვიტყვი აქეთ წამოდით ყველანი აქეთ მოდიან, იქ მოდის მე და ბაბუ. აჰა. და ხერი ბავშვია, საზიზღარი, манипуляტორი, გურული ბაღანა. ტელეფონი ვისია? ჩემი ბოდიში და ტელეფონი რო არა გაქვს. აი ეს მაგარი კომიზმი სიტუაციის. ჩანთაში ვინ ვიკლავს თავსთან რაღა. შეიძლება მოგიტანო. თუ არ შეიძლება კიდევ თქვა ეს რაღაცა. აბსურდულობა სიტუაციის იმაში რომ დამირეკა ტელეფონმა მე. აი ჩემი ტელეფონი. ალო? არის ვინ იყო, მაგრამ ბოდიში ძირფასო მაყურე. არა, და იქნებ რამე შე. არ გინდა ხან გაწყვიტა. აი ეს რა საოცრებაა ეს ტელეფონი? თუ რაღაცა ხდება, აუცილებლად მიპოვნიან აქ. როცა არ არსებობდა ტელეფონები, უფრო მშვიდად ვიყავით. გადასარევით ერთმანეთს ველაპარაკებოდით, სვამდით, ჩამბატონო, ჭამდით, გემრიელად, რაღაც როგორ მოა, რა კარგია. ეხლა ყველა ამაშია. რამე საოცნებო ნაწარმოები, ან ავტორი თუ არსებობს, რომლის დადგმაც გინდა? არის, მაგალითად, ძალიან დიდი ხანია სტუდენტობიდან ალბათ ვფიქრობ, რომ რაბლეს გარგანწვია და პანტაგრუელი მახსოვს, რომ წააკითხე მიზღნა პირველი ახალგაზრდობაში. ძირფასო ლოთებო, სიფილიტიკებო, არაფრის მაქნისებო, ანუ რაღაცებო, მოგესალმებით, იმიტომ რომ თქვენ გეზღუნებათ ჩემი წიგნი და ვაიმე ვიფიქრე ეს არის ჩემი ავტორი, ეს არჩევლიური კაცი და მე ძალიან რთული ამის გარდა ეხა სცენაზე და როდისმე აუცილებლად მგონია რომ მომწიფთები ამისთვის. ალბათ რაბლე ან და არ კიდე აჯაფშალა. მაქს ერთხელ დადგმული ხოგაისმინდია და კიდევ ერთხელ აუცილებლად ვცდი. იმიტომ რომ ეს ძალიან მაღალი რანგის პოეტური თეატრია, ძალიან პოეტური. ისე ჩემთვის ისე. გარდა იმისა ქართული ეპოსია უბრალოდ ვაჟას ისე აქვს დაწერილი ყველას მინდია გონიათ ისა კლასელი მისი. თანამედროვე იმიტოა მაგარი ნახევარ ეპოსიდან ნახევარ ღმერთზე ლაპარაკი უბრალოდ ამან ძალიან გააცოცხლა და ცოლთან ურთიერთობის დროს როგორ დაკარგა ნიჭი ყოფამ როგორ ცხოვრებამ როგორ დააკარგინა ნიჭი სამყაროს საქმის ამას გრძნობდა თვითონაც ამას გრძნობს ყველა ხელოვანი და ყველა სათქმელია ესა და მე მგონი აი ძალიან დიდი პოეტია ვაჟიფშაველა, ძალიან დიდი და ძალიან ღრმა. ეხლა რაზე მუშაობ? ეხლა მინდა დავიწყო ფაუსტი. ესეც არ არის პადრაბიჭი. მაგრამ მე დადგმული მაქვს თოჯინებით და რაღაც კარგი სპექტაკლი იყო, ერთი 20 ქვეყანაში ვიყავით იმ სპექტაკლით და ოღონდ ეხლა არა, ცოტა მასშტაბური მინდა რომ დავთქვა. ბოლო შეკითხვა. შენ ცხოვრების თავარი ამბავი. გადაწყვეტილება
ჩემ პროფესიის ორი ამბავი მაქვს, რა თქმა უნდა. ჩემ პროფესიის გადაწყვეტილება და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც იყო აბსოლუტურად დაუფიქრებელი. მე და მან ორი დღის გაცნობილები ვიყავით და დავლიათ თქვი რომ მოდი შევქმნათ ოჯახი ბევრ ხალხში. და აი რა გაიო გავთხოვდიო და გადაკოცდა ყველამ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მაშინ მან მოიქცა თავქარიანად მანანამ და არ დაწონა თორე აუცილებლად უარს იტყოდა და პირიქით ძალიან ჭკვიანურად მოიქცა. შინაგანად ეს ვთვლი მეც. მაგრამ მეც გამიმართლა ესე მგონი. იღბლიანი ხარ. კი, არ შეიძლება ამის არ თქმა. ხო და სამომავლოდაც დიდ წარმატებას გისურვებ. მუდამ იღბალი თან დაგზდევდეს ფარველი ანგელოზები და ყველაფერი საუკეთესო შენ. დიდი მადლობა ჩემო კარგო. სიყვარული აი ესეთივე შენარჩუნებული მაყურებლისაც, სახლშიც, თეატრში ყველგან ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი მაყურებლისთვის ამდენი დრო გამონახე, საინტერესო საუბრისთვის დიდი მადლობა და მართლა ძალიან მიყვარხარ კიდევ. მადლობ ჩემო ძირფასო, მე ძალიან მიყვარხარ ჩემო. მე მაყურებელს შევახსენებ რომ ჩემი სტუმარი იყო რეჟისორი ლევან წულაძე, მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ბედნიერად.